ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის რამდენიმე წლიანი ზრდის შემდეგ დღეს უკვე შემცირების მოლოდინი იკვეთება. ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება იმედი, რომ განვითარებული ქვეყნები ეკონომიკის წახალისების ფაზაზე გადავლენ. დონალდ ტრამპის მხრიდან ჯერომ პაუელისთვის გაგზავნილი წერილით სწორედ ამ მიმართულებას ასახავს. მონეტარული პოლიტიკის 1%-მდე შერბილების პოლიტიკური მოთხოვნა ჩნდება იმ არგუმენტით, რომ მაღალი განაკვეთები აძურებს კაპიტალს, ამცირებს შიდა მოხმარებას და ზღუდავს ინვესტიციებს. ამერიკაში, ისევე როგორც ევროპაში, მონეტარული პოლიტიკის ნებისმიერი ცვლილება ცხადია არ რჩება ქვეყნის შიგნით და მისი გავლენა უფრო ფართოდ ვრცელდება. ზოგადად, ფედერალური რეზერვისა და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება თუნდაც ეტაპობრივად ნამდვილად ქმნის პირობებს გლობალურად კაპიტალის გაიაფებისთვის. როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებენ, ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები იაფ რესურს იღებენ და ჩნდება შესაძლებლობა, რომ განვითარებული ქვეყნებიდან კაპიტალი შედარებით დაბალი შემოსავლების ბაზრებისკენ გადავიდეს, მათ შორის საქართველოსკენაც. შედეგად, ქართული ბანკები, თუნდაც ლოკალურ დეპოზიტებზე დაყრდნობით მომუშავეები იწყებენ განაკვეთების გადახედვას, რაც პირდაპირ ისახება როგორც იპოთეკური, ასევე ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაიაფებაზე. ამ პროცესით ყველაზე დიდ შეღავათს ფიზიკური პირები და მიკრო, ასევე მცირე მეწარმეები მიიღებენ, ანუ ის ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული სესხის ფასზე. ამერიკის ფედერალური რეზერვის, ისევე როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ირიბი გავლენა საქართველოზე ასევე აისახება ეროვნულ ვალუტაზე, რომელზეც წნეხი ცხადია შემსუბუქდება. ხაზგასასმელია იმპორტის ფასებზე ზემოქმედებაც, რაც ინფლაციის შიდა ფაქტორების გააქტიურების გარეშე განაკვეთის შერბილების მეტ სივრცეს გააჩენს. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ასეთი მოცემულობა ცხადია ხელსაყრელია. ნაკლები საჭიროება ჩნდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების და კიდევ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაფი კაპიტალი ნიშნავს ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს. საქართველოს ამ პროცესის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს განსაკუთრებით რეგიონული დივერსიფიკაციის პირობებში. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ამ ტრენდზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. სესხის ფასი საბოლოოდ მაინც ადგილობრივ პირობებს ემყარება და დასავლურ ქვეყნებთან შედარებით სესხის სიძვირესაც საბოლოოდ სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს. უპირველესად, სესხის ფასი ყოველთვის რისკს ასახავს. თუ მსესხებელი ქვეყანა დაბალი ან საშუალო საკრედიტო რეიტინგის მატარებელია, ჩვენ შემთხვევაში BB დონეზე არის საუბარი. ეს ნიშნავს, რომ მასში საქმიანობასა და ინვესტირებას თან გაცილებით მეტი გაურკვევლობა სდევს, ამიტომ კაპიტალი უფრო ძვირია, ვიდრე 3A რეიტინგის მქონე ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად გერმანია ან ნიდერლანდები. ამის მიღმა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი მაღალი დოლარიზაცია. ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების 60%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ლარის მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ. გრძელვადიანი დანაზოგების, შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმა ხშირად უცხოურ ვალუტაზე არის მიბმული, რაც თავის მხრივ ასევე ზრდის სავალუტო რისკებს. ასეთ სიტუაციაში ბანკები განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს და ვალდებულები არიან მეტი რეზერვი შეინახონ, რაც ისევ განაკვეთზე ისახება. ამის მიღმა ქვეყანაში, რადგან მოსახლეობას ნაკლები შემოსავალი და დანაზოგი აქვს, ბანკებს სჭირდებათ ისეთი სტიმულების შეთავაზება, რომელიც მოქალაქეს ფულის დეპოზიტზე განთავსებაში დაარწმუნებს. ამიტომ დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შედარებით მაღალია, განსაკუთრებით ლარჯი, რაც საპროცენტო სესხის საბოლოო ფასს ზრდის. საბანკო სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის ღირებულების ფორმირებაში. საქართველოს ბოლო წლებში ბანკების მოგებიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ხშირად კრიტიკის საგანეც ხდება. თუმცა ამ ამბავში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ კომერციული ბანკები სესხს საბაზისო ღირებულებით იღებენ. მაგალითად, 8% არის სებისგან ფულის მოზიდვის ფასი და შემდეგ ამ თანხაზე უნდა დაამატონ რისკის პრემია, ადმინისტრაციული ხარჯები და ასევე მოგების მარჟა, რაც ინვესტორებისთვის და კაპიტალის მფლობელებისთვის აუცილებელი სტიმულია. ამას ემატება საპროცენტო სპრედით სხვაობა დეპოზიტსა და სესხის განაკვეთს შორის, რომელიც დღეს საქართველოში საშუალოდ 5% შეადგენს. ეს სპრედი განვითარებულ ქვეყნებში ხშირად 1.5%-ზე დაბალია, რაც მეტ კონკურენციასა და ცხადია მეტ სტაბილურობას ასახავს. აქედან გამომდინარე, რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია ის არის, რომ სესხის ფასს საქართველოში განსაზღვრავს არა ერთი, არამედ მრავალი გადაჯაჭვული ფაქტორი, გლობალური ტენდენციებიდან დაწყებული შიდა ეკონომიკური რეალობითა და მოსახლეობის ნდობით დამთავრებული. მართალია, ამერიკასა და ევროპაში მონეტარული პოლიტიკის შერბილები ქმნის განაკვეთის შემცირების გარე საფუძველს, მაგრამ თუ შიდა ფაქტორები უცვლელი დარჩება, განსაკუთრებით ინფლაცია, რისკ პრემია და დოლარიზაცია
ფული საქართველოში მაინც ძვირი იქნება. გლობალურად მონეტარული პოლიტიკის შერბილება ქვეყანაში რეალურ გავლენას. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ ის დაემთხვევა შიდა მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას და ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის ამ ბანკების პასუხისმგებლობა არ არის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სტრუქტურული განვითარების საერთო საკითხია.